ეთერში ახალი არქივზე სოფო ჩარკვეტაძესთან ერთად საღამომშვიდობის. ეროვნულ გამოცდებამდე რამდენიმე კვირით ადრე გამოცდების ეროვნული ცენტრი ხელმძღვანელისა და თანამშრომლების გარეშე რჩება. პროტესტის ნიშნად ცენტრის თანამშრომლები სამსახურს ტოვებენ 3 საათის წინ განათლების სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების განხორციელების პროცესში შეიქმნა პრინციპული შეუთავსებლობა განათლების სამინისტროს პოლიტიკასა და მაია მიმინოშვილის პირად პოზიციას შორის. თუმცა მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი შესაძლოა პოლიტიკური გადაწყვეტილება იყოს. გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ვაჟი გუშინ ქართული ოცნების მიერ ორგანიზებულ აქციაში მონაწილეობდა. რა ვერსია აქვს თავად მიმინოშვილს, დეტალებს მალხა შრადუა არკვევს. მალხას გამარჯობა, რა ვერსიაზე საუბრობენ განათლების სამინისტროში? განათლების სამინისტროს გამოცდების ეროვნულ ცენტრში საუბრობენ იმაზე, რომ მათთვის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნა დიმიტრი შაშკინის მიერ რამდენიმე საათის წინ მოულოდნელი იყო. ისინი ამბობენ, რომ ამ ხნის განმავლობაში ცენტრის ხელმძღვანელმა და თანამშრომლებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ეროვნული გამოცდები ჩატარებული იყო საერთაშორისო დონეზე და ის ჩამოყალიბებული იყო, როგორც ვთქვათ, ერთგვარი საგანმანათლებლო ტრადიცია, ამიტომაც მათთვის გაუგებარი და მიუღებელი არის მინისტრის განცხადება. მინისტრის გადაწყვეტილება მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. თავად მიმინოშვილი საუბრობს იმაზე, რომ გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა ამა თუ იმ საკითხზე მართლაც იყო მინისტრ შაშკინთან და სამინისტროს სხვა აპარატის წარმომადგენლებთან, თუმცა ამას არ მიუღია მასშტაბური ხასიათი და მაია მიმინოშვილი ამაზე არ საუბრობდა. რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს და ვერსიას იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა მაია მიმინოშვილის ვაჟის ქართული ოცნების აქციაზე ყოფნის გამო მოხდა ეს ყველაფერი, მაია მიმინოშვილი ამბობს, რომ დიახ, მისი ვაჟი მართლაც იმყოფებოდა ქართული ოცნების აქციაზე, თუმცა ის ვალდებული არ არის გარკვეულწილად ანგარიში აბაროს მინისტრს და სხვა ადამიანებს იმასთან დაკავშირებით, თუ სად იმყოფებოდნენ 27 მაისის დღის განმავლობაში მისი ოჯახის წევრები, თუ რა განუცხადა მეცხრე არს მაია მიმინოშვილმა, ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ ეთერში მოვისმინოთ. ვადასტურებ, რომ ჩემი შვილი ნამდვილად იყო გუშინ აქციაზე. ჩემი შვილი არის დასრული ადამიანი, ყავს ოჯახი და თავის ცოლთან ერთად ცხოვრობს ცალკე და თავის ცოლთან ერთად იყო წასული აქციაზე. როცა ტელევიზიით ვნახე, რომ ძალიან ბევრი ხალხი იკრიბებოდა თავისუფლების მოედანზე, დაურეკე ლაშოს და ვკითხე, უბრალოდ სადა ხარ? ბავშვმა მითხრა, რომ მივდივარ ფეხი თავისუფლების მოედნისკენ. რა თქმა უნდა, არაფერი არ მithქვამს და არც მომავალში გავაკეთებ იმას, რომ ჩემს საკუთარ შვილს რა ვეთანხმები თუ არ ვეთანხმები, ეს მეორე საკითხია, აუგრძალო დაუშვათ კონდეს საკუთარი სიმპათიები, ანტიპათიები. მამცნო თავის გადაწყვეტილების თაობაზე და მეც წარმატება უსურვე და გამოვედი კაბინეტიდან, თუმცა რომ დავუბრუნდი უკან, უკვე დამხვდა ეს გავრცელებული ინფორმაცია. ჩემთვისაც გამოცანაა მართალი გითხრათ, რას გულისხმობს მათი მოთხოვნა, რაც ეხება მაია მიმინოშვილის გათავისუფლების მიზეზის განმარტებას ან მის აღდგენას თანამდებობაზე, ისინი ასე ვთქვათ, კიდევ ერთხელ მეორე გამოუცხადებენ სოლიდარობას ხელმძღვანელს და დატოვებენ თანამდებობას. ჩვენ ვესაუბრებთ ცენტრის რამდენიმე ანალიტიკოს, მრჩეველს თუ კონსულტანტს და ისინი ამბობენ, რომ აბსოლუტურად იზიარებენ მაია მიმინოშვილის პოზიციას განათლების საკითხზე, ამა თუ იმ საკითხზე და ისინი მიმართავენ ღია წერილით უშუალოდ საქართველოს პირველ პირის ქვეყნის პრეზიდენტს. ეს ღია წერილის, ამ ღია წერილის შინაარსი რამდენიმე წუთში გახდება ცნობილი, მე როგორც მაცნობის რამდენიმე წუთის წინ განათლების სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის პრესსამსახურიდან ეს ტექსტი ახლა მუშავდება და ის რამდენიმე წუთში გახდება საჯარო. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ ის განცხადებები, რაც გაკეთდა გამოცდების ეროვნულ ცენტრის თანამშრომელთა მხრიდან. აუცილებლად გავაკეთებ კომენტარს ყველა მიზეზის გარეშე. ცოტა ხანი მასადეთ. აქ რატო ხართ? თავმჯდომარე უნდა შეხვდეთ და მე გაგიკეთებთ კომენტარს. ეხლა რუსთაველს გააკეთეთ კომენტარი. ზუსტად იგივე შეგიძლიათ რომ თუ უბრალოდ გითხრათ რა გახდა მიზეზი ქალბატონი მაიას გათავისუფლების. თუ შეიძლება ცოტა ხანში აუცილებლად გავაკეთებ კომენტარს. ეს იყო განათლების მინისტრის მოადგილე კოკა სეფერთილაძე, რომელიც ამ წუთებში იმყოფება განათლების სამინისტროს გამოცდების ეროვნულ ცენტრში. ჩვენივე ინფორმაციით აქ რამდენიმე წუთში უნდა მოვიდეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, რომელიც შეხვდება უშუალოდ იმ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან თანამდებობა დატოვონ შაშკინის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო. ახლა შეგვიძლია მოვუსმინოთ იმ თანამშრომლებს, რომლებიც იზიარებენ მაია მიმინოშვილის პოზიციას. ვტოვებ თანამდებობას, რომელიც მე მიკავია ამ ცენტრში. ანალოგიურ გადაწყვეტილება მიიღო ცენტრის ყველა თანამშრომელმა. ჩვენ სოლიდარობები ვართ, იმიტომ რომ მაია მიმინოშვილის გადაწყვეტილება მიმაჩნია მუშაობა მიმაჩნია არის გამჭვირვალე ხალხში
მოსახლეობაში დაიმსახურა უდიდესი ნდობა და პოპულარობა. ჩვენთვის ეს იყო ძალიან მოულოდნელი გადაწყვეტილება და მე ვფიქრობ, რომ არა ადეკვატური ამ სიტუაციაში, როდესაც ახლა არის პროცესი მიმდინარეობს რეალურად გამოცდებისთვის მზადება, გამოსაშვები გამოცდებია. ჩვენ სოლიდარობას უცხადებთ ჩვენ დირექტორს. მე ინფორმაციისთვის გვეტყვით, რომ გამოცდების ეროვნულ ცენტრში მუშაობს დაახლოებით 200-მდე ადამიანი, ისინი ამუშავებენ როგორც საგამოცდო ტესტებს მოსწავლეებისთვის, ასევე აბიტურიენტებისთვის, ასევე პედაგოგებისთვის. პრესამსახურის ინფორმაციით, უშუალოდ უკვე ქვეყნის პირველი პირის პრეზიდენტის პასუხზე იქნება დამოკიდებული, თუ საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ეს ხალხი. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა ნაწილი უკვე მზად არის დატოვოს თანამდებობა, ნაწილი კი ამბობს, რომ ეს ყველაფერი იქნება დამოკიდებული პრეზიდენტის პასუხზე. მადლობა, ეს იყო მალხაშ რადვარ, როგორ განვითარდება მოვლენები ამას მომდევნო გამოშვებებიდან შეიტყობთ. იტალიის საფეხბურთო კლუბების ირგვლივ ატეხილი სკანდალის დრამულ კახიტალაძე პირველ კომენტარს აკეთებს ჯენოასა და მილანის ყოფილი მოთამაშე განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს იმაში, რომ სკანდალის დრამო 150 ფეხბურთელს შორის შესაძლოა ისიც დაკითხონ. თუმცა იმ კონკრეტულ მატჩში, რომლითაც იტალიელი სამართალდამცველები დაინტერესდნენ, აღმოჩნდა, რომ კალაძეს მონაწილეობა არ მიუღია. იტალიის პოლიციამ რომის ლაციოს კაპიტანი სტეფანო მაური, პადოვას ნახევარმცველი ომარ მილანეტო და ნაკრების მცველი დომინიკო კრიშიტო გარიდებული მატჩების ორგანიზების ბრალდებით დააკავა. იმავე დანაშაულის სამართალდამცველების სხვადასხვა კლუბის 30-ზე მეტ მოთამაშის დაკავებას აპირებენ. საინტერესო არის ერთი მომენტი, რომ ის თამაში მე საერთოდ არ მითამაშია, არც განაცხადში შეუყოფილვარ, ტრამვირებული ვიყავი მაშინ. ეგ იყო შარშან. და თუ შეიძლება შეცდომაც არის ვერ გეტყვით, მაგრამ თუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ რაღაც მოთხოვნა იქნება იმასთან დაკავშირებით, მე რომ დავიკითხო მოსმენსაც, მე მზად ვარ ყველანაირად. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი კავკასიური ტურნეს ფარგლებში 5 ივნისს საქართველოს ეწვევა. შეერთებული შტატების მდივნის ვიზიტის დეტალებზე დღეს განცხადება საქართველოს საგარეო უწყებაშიც დაკეთდა. კლინტონი ერევნიდან ჩამოვა და ბათუმში ამერიკა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარულ სესიას გახსნის. ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანი საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება. 6 ივნისს ჰილარი კლინტონი აზერბაიჯანში, დიდან კი თურქეთში გაემგზავრება, სადაც გლობალურ ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებზე დანიშნულ მინისტერიალზე გეგმავს დასწრებას. ალბათ კლინტონი 5 ივნისს ეწვევა ქალაქ ბათუმს, სადაც გაიმართება ქარტიის ფარგლებში, ასე ვთქვათ, ოფიციალური შემაჯამებელი შეხვედრა, რომელსაც ალბათ კლინტონი თავმჯდომარეობს და თანათავმჯდომარეობას ამ ღონისძიებას, ამ შეხვედრას გაუწევს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური. ბიძინა ივანიშვილს ჰილარი კლინტონთან შეხვედრას, როგორც მან განაცხადა, შეტრებს ჯგუფს, რომელიც ეცდება სახელმწიფო მდივანთან შეხვედრა შეძლეს. გარდა ამისა, კოალიციის ლიდერმა დღეს განაცხადა, რომ ქართულ ოცნებას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სიის ნაწილი უკვე აქვს, სრულ სიას პარტია 1 ივნისამდე წარადგენს. მე ვიცი, რომ ძალიან მოკლედროვით ჩამოდის და ზუსტად არ ვიცი რა გეგმებია. და მოხერხდება თუ არა, ესეც არ ვიცი ზუსტად, მაგრამ ჩვენ ცდილობა გვექნება. 5 თუ 10 რეგიონი გვაქვს ცოტა რთული, სადაც ჯერ არ აქვს გადაწყვეტილებები მიღებული. ის ნახევარი რაც დავასახელე, უკვე გადაწყვეტილებები მიიღეთ. დანარჩენი 40% პირობითად თუ ვიტყვით, ბევრი კარგი ასარჩევი გვყავს ჩვენი გუნდიდან და ეს უკვე კარგი პროცესია, მოვახერხებთ, ავირჩიოთ. დაახლოებით 7-8 რეგიონი გვაქვს ისე შედარებით მძიმედ, სადაც ჯერ კიდევ ვერ გამოიკვეთა, ვთქვათ, ვინ იქნება. ჩვენ დავიწყებთ დასახელებას არაუგვიანეს 1 ივნისისა, პირველ ჯგუფს დავასახელებთ. საკანონმდებლო ორგანოში ჰილარი კლინტონისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ, როგორც მმართველ გუნდში განმარტავენ სახელმწიფო მდივანი ვიზიტისას, შეხვედრებს პოლიტიკურ წრეებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან გამართავს, თუმცა კონკრეტული პროგრამა ჯერჯერობით უცნობია. როგორც კანონმდებლები აცხადებენ, კლინტონთან შეხვედრისას საქართველოს ევროსტრუქტურებში გაწევრიანების, საპარლამენტო არჩევნებისა და ამერიკასთან სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ საკითხებს დააყენებენ. სახელმწიფოს სხვადასხვა თანამდებობის პირებს ექნება საუბარი იმ მიმართულებზე, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, მათ შორის უსაფრთხოების საკითხი და იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რაც საქართველოს გააჩნია ჩვენ ჩრდილოეთ მეზობლებიდან, მათ შორის პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები. მნიშვნელოვანი იქნება ზუსტად ის საკითხები, რომელიც უკავშირდება საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. ეს ყველა ეს საკითხი ალბათ ჩვენი მხრიდან იქნება, რა თქმა უნდა, დაყენებული და განხილულიც იქნება, თუ კი მოგვეცემ იმის საშუალება.
ქართული ოცნების მხარდასაჭერად რუსინ ქართველები ვაშინგტონშიც გამოვიდნენ. საქართველოს საელჩოსთან 250-მდე ქართველი ემიგრანტი შეიკრიბა. ქართული ოცნების მაისურებში აქციის მონაწილეები ნიუ-იორკიდან, პენსილვანიიდან, ატლანტიდან და ფილადელფიიდან ჩავიდნენ. ემიგრანტები საქართველოდან თქვენთან ვართ, ქართული ოცნება, ეს ჩვენი გზაა სამშობლოსკენ. ჩვენ დავიბრუნებთ დიქტატორული ხელისუფლების მიერ წართმეულ ღირსებას. ამ ლოზუნგებით გამოვიდნენ აქციის მონაწილეები. ქართველმა ემიგრანტებმა აქციაზე შარშანდელი 26 მაისის ფოტოებიც მიიტანეს და 2011 წლის 26 მაისის დარბევა 1927 წელს შეადარეს. როგორც ვარდებით მოვიდნენ, ისე ვარდებით ვისტუმრებთ ამ დიქტატორ ხელისუფლებას. უნდა აღვიდგინოთ ღირსება, უნდა დავიბრუნოთ ჩვენი თავისუფლება. ამერიკაში გასაგები გახდა ის, რომ ამერიკა აღარ უჭერს სააკაშვილის მხარს და ეს გასაგები გახდა თუნდაც იმითი, რომ ამერიკა აძლევს ათობით ქართველ ადამიანს პოლიტიკურ თავშესაფარს, რომლებიც არიან დევნილები საქართველოდან სააკაშვილის და მერაბიშვილის რეჟიმის მიერ. ეს ქართული ოცნება ის არის, რომ საქართველოში იყოს ნორმალური, ცივილიზებული სახელმწიფო, რომელშიც ადამიანის სოციალური და პოლიტიკური უფლებები გარანტირებული იქნება. მე ვფიქრობ, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ქართული ოცნება იმას გააკეთებს, რაც ქართულ ხალხს უნდა. მოროდის შეხვედრა რესტორანში ამჯერად რიგი უგულავა, ვანო მერაბიშვილი, მამუკა ქაცარავა, გიორგი მელაძე და ანდრეი ურუშაძე რესტორან მონოპოლში სხვადასხვა კლინიკის ექიმებს შეხვდნენ. როგორც შეხვედრიდან გამოსული სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები აღნიშნავდნენ საუბარი ჯანდაცვის სფეროს რეფორმირებას, სიახლეებს და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებს შეეხო. ექიმებთან შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი არ დასწრებია მედიცინის მუშაკებს ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ფურშეტით დაუმასპინძლდნენ. შეხვედრა დაახლოებით 1 საათს გაგრძელდა. კომენტარი მხოლოდ ქალაქის მერმა გააკეთა, მერაბიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხა. ლოკაციას არ ვანიჭებ დიდ მნიშვნელობას, მთავარია შინაარსი, რაზეც საუბრობ პრობლემებზე. ალაფუშეტი არის შემადგენელი ნაწილი, არავის არ აუკრძალია ეს, თუ ეს არის კანონმდებლობით გათვალისწინებული, თუ ეს არის ლეგალური პარტიული ხარჯებით. ძალიან საინტერესო მოხსენება გააკეთეს. მართალია ჯანდაცვის მინისტრის საპატიო მიზეზის გამო არ იყო, მაგრამ სხვა მინისტრებმა ბევრი საინტერესო რამ გითხრეს. მიმდინარე ამჟამინდელ რეფორმებზე და საომავლო გეგმებზე. საარჩევნო დაპირებები. საერთოდ არჩევნებზე ლაპარაკი არ გვაქვს. საპროტესტო აქცია შინდიში მოსახლეობა ამბობს, რომ სახელმწიფომა სოფლის სასაფლაო წაართვა. შინდისელებმა კომპანია ჰერმესის წარმომადგენლებს სოფელში გამოჩენა სასტიკად აუგზავნეს. ადგილობრივების განმარტებით მათ საჭმლის ფული არ აქვს და მიცვალებულის დასარძალად 450 ლარის გადახდას ვერ მოახერხებენ. დიდგორის რაიონის სოფელი შინდისის მოსახლეობის განცხადებით სახელმწიფო მათ სასაფლაოს ართმევს. ადგილობრივების თქმით, უკვე ერთი კვირაა, რაც სოფლის სასაფლაოზე აზომვით სამუშაოებს უცხოპირები აწარმოებენ. ოჯახიდან ორი რო გარდაიცვალებო, იმას უფასოდ დაგამარხინებთო. არც მაგას ავთხოვთ, კაცო არავის არ გვიდე, ჩვენ არასდროს მკვდარი გამგეობისთვის არ მიგვიყენები, რომ ვერ ავმარხავ. ოჯახის შევაგროვებთ რაღაცას, მთელი სოფელი მარხავს ერთკვდარ. მთელი სოფელი, ეს კარგად დააფიქსირეთ. არავითარი დახმარება გამგეობიდან არ მოსულა. როგორ შეიძლება სასაფლაოს შეეხოს, თანაც როგორი პატარა ნაკვეთი არ არის საკმარისი. არა ერთი კვირა აღარ არის საჭირო, აქ რომ მეორედ ვინმე მოვიდეს, კვლელობა ნამდვილად მოხდება. პირველი ინიციატორი მე ვიქნები, რისაც არ მეშინია და ხმამაღლა ვაცხადებ. კომპანია ჰერმესის დირექტორის მოადგილის მიშა ქადაგიშვილის განცხადებით შინდისის მცხოვრებლებს სასაფლაოს არავინ არ თმევს და ფასიანს არ ხდის. მისი განმარტებით ფასიანი მხოლოდ ჰერმესის სერვისი იქნება, რომელიც ხალხს სურვილისამებრ გაეწევა. თუ ექნება სურვილი, რომ მოგმართოს უშუალოდ მაცხოვრებელმა, რომ გაუწიოთ აღნიშნული კონკრეტული მომსახურება, მაგ შემთხვევაში ჰერმესი გაწევს. თუ არ ექნება სურვილი, თვითონ აქვს ამის, ანუ თუ არ ექნება სურვილი, რომ ჩვენგან სერვისი მიიღოს და თვითონ სურს, რომ ეს მომსახურება გაწიოს, რა თქმა უნდა, მაგაზე შეზღუდვა არ ექნება. დიდგორის რაიონის გამგებლის მოადგილის განცხადებით, კომპანია ჰერმესი სოფელში მხოლოდ გარდაცვალების მოწმობებთან დაკავშირებულ პრობლემებს მოაგვარებს. გია ქოროღლიშვილმა სასაფლაოს წართმევის ფაქტი უარყო. ჰერმესის შემოსვლა იყო აქ, როგორც თბილისში ხდება ჩვეულებრივად, კანონის ფარგლებში მოექცეორდა ეს ჩარჩოში. ჯერჯერობით არ არის დადგენილი ეს ტარიფები, რომ გინდა თუ არა რაღაც ესეთი თანხებია გადასახდელი. არ მგონია, იმიტომ რომ როგორც ჩვენ ვიცით, უფასო არის. ორ სამარხზე საერთოდ განთავისუფლებულია ყველანაირ საფასურისაგან. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენთან შეხვედრას დიდგორის რაიონის გამგებელიც აპირებდა, თუმცა უცნობი მიზეზების გამო შეხვედრა სამომავლოდ გადადო.
მსვლელობა ზუგდიდიდან თბილისამდე გარდაცვლილი ახალგაზრდების მშობლები თბილისისკენ ფეხით მოდიან. თეთევან რადელია და დელა არღლიანი პრეზიდენტის რეზიდენციაში აპირებენ მისვლას და მათი შვილების გარდაცვალების ფაქტების სამართლიან გამოძიებას ითხოვენ. მსვლელობის დაწყებამდე კი ანალოგიური მოთხოვნით არცია ზუგდიდის პოლიციის სამმართველოსთან და სამხარეო პროკურატურასთან გაიმართა. ბადრი ტაბიძის დედა და რევაზ არღლიანის მამა შვილების გარდაცვალებაში პოლიციელებს ადანაშაულებენ. ტაბიძე ცემის შედეგად მიღებული ტრავმებით საავადმყოფოში 29 მარტს გარდაიცვალა. არღლიანი 11 თებერვალს მეგობარი ქალის სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს. მოკლეს და მე ვიცომს და ჩამოხრჩობა ისა და მიაბეს ეს კედელს დასვეს იმაზე იქ ფეჩი ისგა ბუხარი ფეჩი იმაზე დასვეს და მიაბეს რომ არ საქცეული იყო კაცი გაგიზებულია მთელი ხალხი ამის გულზე ასე როგორ ჩამოიხრჩობა დამძარი კაცმა თავი მე მინდა რომ პირდაპირ ჩემი ფეხით მივიდე ჩვენ საქართველოს პრეზიდენტი რომ სიმართლე გამომიწვევს სიმართლეს ვეძებ მეტი არაფერს პოლიტიკურმა პარტიამ სალომე სურაბიშვილის საქართველოს გზა დავით გარეჯთან დაკავშირებით საჯარო საქმეთა სამინისტროსგან პასუხი მიიღო. სადაც ნათქვამია, რომ აზერბაიჯანის სასაზღვრო ჯარები საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსვლა სიმართლეს არ შეესაბამება. პარტიის გენერალურმა მდივანმა თეიმუროვ მურმანიძემ ჟურნალისტებს კულტურის სამინისტროს პასუხი წარუდგინა. სამინისტროს ცნობით დავით გარეჯი მისი იურისდიქციის ქვეშ არ იმყოფება. ის რაც განაცხადა ქალბატონმა ნინო კალანდაძემ, რომ ეს ტერიტორია არ ეკუთვნის საქართველოს და არის აზერბაიჯანის ტერიტორია, ამას ადასტურებს ზუსტად ეს წერილიც. იმიტომ რომ თუკი აზერბაიჯანის სასაზღვრო ჯარებს არ შემოუხსევიათ საქართველოს ტერიტორიაზე, მაგრამ ფაქტია რომ მათ ჩაკეტეს ეს ორივე შესასვლელი გზა, ეს ნიშნავს რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს რომ ეს ტერიტორია არის აზერბაიჯანის კუთვნილება და არა საქართველოს. პარტია თავისუფალ საქართველოში სამართლებრივი პოლიტიკის ბლოკს ადვოკატი ქეთი ბექაური ხელმძღვანელებს. ის საზოგადოებას დღეს კახა კუკავამ და ალექსანდრე შალამბერიძემ წარუდგინეს. მათი განცხადებით ბექაური ასევე კურირებას გაუწევს მცხეთა თიანეთის რეგიონული ორგანიზაციის ფორმირების პროცესს და რომელიმე საარჩევნო ოლქში მაჟორიტარ კანდიდატადაც წარადგენენ. მის უხელმძღვანელებს პარტიაში მთლიანად სამართლებრივი პოლიტიკის ბლოკს რომელიც მოიცავს როგორც სასამართლო რეფორმის შესახებ პარტიის პროგრამას, ადამიანის უფლებებს, ქალბატონი ქეთი უხელმძღვანელებს აგრეთვე იმ სამუშაოს, რომელსაც პარტია აწარმოებს პოლიტიკურ პატიმრებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მიმართებაში. ყოველთვის ვიძახდი, რომ თუკი გადავწყვეტდი და გადავდგავდი ასეთ ნაბიჯს, ეს იქნებოდა აუცილებლად პოლიტიკური ორგანიზაცია საქართველოში, რომელსაც ექნებოდა ეროვნული იდეოლოგია, მართლმადიდებლური თვითშეგნება, თვითმყოფადობა და ეროვნული ტრადიციების პატივისცემა. ეთერში ახალი 6-ში მიმდინარე მოვლენები რუსული ოპოზიცია მილიონიანი მარშის მოსაწყობად ემზადება. მასშტაბური აქციის განმეორებით ჩასატარებლად მოსკოვის მერიაში უკვე შევიდა განცხადება აქციის ორგანიზატორი მემარცხენე ფრონტია, რომლის ლიდერი სერგეი უდალცოვი 9 მაისის დემონსტრაციის დროს დააპატიმრეს. ოპოზიციის საპროტესტო მარში 12 ივნის გაიმართება ამ დღეს რუსეთში ეროვნულ დღესასწაულს რუსეთის დღეს აღნიშნავენ. სირიის სოფელ ხულაში მშვიდობიანი მოსახლეობის ამოხოცაში სერგეი ლავროვი ნაწილობრივ პასუხისმგებლობას სირიელ ამბოხებულებსაც აჭისრებს. სირიის საკითხი იყო მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბრიტანელ კოლეგასთან შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა. უილიამ ჰეიგმა სირიაში სამოქალაქო ომის საშიშროებაზე ისაუბრა და ხულაში განვითარებულ მოვლენებში მთლიანად სირიის ხელისუფლება დაადანაშაულა. ლავროვი და ჰეიგიც თანხმდებიან, რომ კოფი ანანის სამშვიდობო გეგმის რეალიზაციისთვის ამჟამინდელი ძალისხმევა საკმარისი არ არის. Commit atrocities and then to try to совершенно не является главным. ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს სირიის ხელისუფლების სათავეში ვინ არის ან ქვეყანაში რა რეჟიმია. პირველ რიგში მთავარია შეწყდეს ნებისმიერი ძალადობა და მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა. ასევე მნიშვნელოვანია პოლიტიკური დიალოგის მხარდაჭერა, რომლის ფარგლებშიც სირიელები თავიანთი ქვეყნის ბედს თავადვე გადაწყვეტენ. დანაშაულის ჩადენა და შემდეგ სხვებისთვის გადაბრალება ასადის რეჟიმისთვის დამახასიათებელია. ამიტომაც ყოველთვის ყურადღებით უნდა ვიყოთ, რადგან რთულია ცალკეულ ინციდენტში იმის გარკვევა თუ რა მოხდა.
ლევესონის ეთიკის საბჭოს ხლომას სკანდალი დაიწყო დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრის ტონი ბლერის დაკითხვის დროს დარბაზში კინორეჟისორი დევიდ ვატელინი შეიჭრა და ტონი ბლერს სამხედრო დამნაშავე უწოდა. რეჟისორი დააპატიმრეს ინციდენტის ამოწურვის შემდეგ კი პროცესი განახლდა. ტონი ბლერმა რუპერტ მერდოკის კორპორაციის ნიუსკორპთან დაკავშირებული სკანდალის გამო ჩვენება მისცა. ბრედ მერდოკის ერთ-ერთი შვილის ნათლია ხდომაზე ყოფილ პრემიერ-მინისტრს შეკითხვა დაუსვეს თუ რატომ არ შეეცადა მედიასთან დაკავშირებით რეფორმების გატარებას. კონფრონტაციაზე რომ არ წავსულიყავი სტრატეგიული გადაწყვეტილება მივიღე. ასეთ ნაბიჯზე არ წავედი არა იმიტომ რომ პრესის მეშინოდა, არამედ იმის გამო რომ ამ ნაბიჯს შეიძლება მთავრობის პრიორიტეტებიდან ყურადღების სხვა თემაზე გადატანა მოჰყოლოდა. ახალი კონსტიტუციის ჩავარდნის გამო ნეპალს პოლიტიკური ქაოსი ემუქრება პარლამენტის სამმა პარტიამ საკანონმდებლო ორგანო დატოვა. დეპუტატები ქვეყნის ფედერაციულ წყობასთან დაკავშირებით ვერ შეთანხმდნენ პოლიტიკურმა კრიზისმა კატმანდუს ქუჩებში გადაინაცვლა, სადაც დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. სან-ფრანცისკოში ცნობილი ოქროს კარიბჭის ხიდის 75 წლისთავი ფეიერვერკებით აღნიშნეს. მშენებლობა 4 წელს გაგრძელდა და 35 მილიონი ამერიკული დოლარი დაჯდა. დაკიდებული ხიდი სან-ფრანცისკოს უბეს წყნარ ოკეანესთან აკავშირებს. ხიდის სიგრძე 2 კილომეტრი და 700 მეტრია. აღსანიშნავია, რომ 75 წლის განმავლობაში ხიდიდან გადახდომით თვითმკვლელობა 1400-მდე ადამიანმა სცადა. და ბოლოს კანის 65 ფესტივალის გამარჯვებული ავსტრიელი რეჟისორი მიხაელ ჰანეკი გახდა. ოქროს პალმის რტოს მოპოვებით 70 წლის ჰანეკი იმ რეჟისორთა ჯგუფს შეუერთდა, რომლებსაც კანის ფესტივალი ორჯერ აქვთ მოგებული ფრანგულ ენაზე გადაღებულმა ფილმმა სიყვარული, მაყურებლები და ჟიური ატირა სენტიმენტალური ფილმი სიყვარულის უკანასკნელ დღეებს ასახავს. Principaux Amour de Michael Haneke. ოქროს პალმის რტო წელს 70 წლის მიხაელ ჰანეკმა მიიღო და გამარჯვებით იმ რეჟისორთა ჯგუფს შეუერთდა, რომლებსაც კანის ფესტივალი ორჯერ აქვთ მოგებული. მათ შორის არიან ფრენსის ფორდ კოპოლა და ემირ კუშტურიცა. საფრანგეთის ლაჟვარდოვან სანაპიროზე გამართულ ფესტივალზე ჰანეკის მხატვრულმა სურათმა სიყვარულმა ჟიურის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. უბედნიერესი ვარ, მაგრამ არა მარტო მე, ჩემი მეგობრებიც და მსახიობებიც. დიდ მადლობას ვუხდი ჟიურის. უკანასკნელად ამ ფესტივალზე საკმაოდ რთული ჟანრის ფილმი წარმოვადგინე, თუმცა ახლა უბრალო ფილმით მოვედი, რომელიც პიროვნულ გამოცდილებაზეა დაფუძნებული. ეს ფილმი სიყვარულის დასრულებას ეხება. ჰანეკის ფილმში მოხუცის სოლქმარის უკანასკნელი დღეებია ნაჩვენები. მთავარ როლებს 80 წელს გადაცილებული მსახიობები ასრულებენ. Matteo Garrone. კანის ფესტივალზე მეორე ადგილი იტალიელი რეჟისორის მატეო გარონეს ფილმმა რეალიტი შოუმ დაიკავა. ახლა ვაპირებ ვესაუბრო ალიენოს ამ ფილმის მსახიობს, ვიცი ის ძალიან ბედნიერია, თუმცა დუმილს ინარჩუნებს. ამ წარმატებით მეც და მსახიობებიც ძალიან გახარებულები ვართ. Cristina Flutur e Cosmina Stratan for ხალი საუკეთესო როლის შესრულებისთვის პრიზები კრისტინა ფლუტერმა და კოსმინა სტრატანმა მიიღეს. მამაკაცის საუკეთესო როლისთვის კი მატს მიგელსენმა. ეს ფესტივალი კინემატოგრაფიაში მსოფლიოს ჩემპიონატია. ძალიან ვამაყობ, ეს უდიდესი წარმატებაა ჩემი აზრით, ეს ფილმი საუკეთესოა. კანის ფესტივალი რამდენიმე კვირის წინ გარდაცვლილი ფრანგი რეჟისორის კლოდ მილერის უკანასკნელი ფილმის ტერეზა დესკიურუს ჩვენებით დაიხურა. ეს იყო ბოლო ინფორმაცია, თქვენ ნახავთ ახალ 9-ზე ნათია ლაზაშვილთან ერთად, ჩვენ ერთმანეთს ხვალ შეხვდებით. მადლობა რომ